ძალიან მოკლედ ვინა ვარ რა შემიძლია რა შემიძლია რომ შემოგთავაზოთ რა მესიჯით მოვედი თქვენთან და საერთოდ რატომ ვიდეო ხმა მოვიღო. პროფესიით ვარ მეტაფიზიკოსი, ვარ ასევე life coach, რომელიც ამერიკაში რამოდენიმე წლის წინ შემოვიდა, ძალიან პოპულარული გახდა. იმიტომ რომ ფსიქოანალიზი თავი დაანებეს, რამდენადაც ეს წლები იწელებოდა და პაციენტ შედეგი არ ჰქონდა და life coach-ები არიან, რომლებიც პირადად ერთ-ერთზე თუ ჯგუფთან მუშაობენ და შერაც პრობლემა ძალიან ძირიდან წამოსული პრობლემა, ძალიან სწრაფად უნდა გაგაგებინონ, უნდა გაგარკვიონ, საკუთარ თავში უნდა მოგაძებნონ. ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მიდგომა ერიქსონის თეორემებზე დამყარებული. მე ძალიან მომწონდა თონი რობინს და იმისი კლასები ავიღე ონლაინში და სერტიფიკატიც ავიღე და მყავდა კიდეც ჩემი პაციენტები და მოსწავლეები ჯგუფები მქონდა. ეხლა სამყავს ჯგუფი, ამ წუთას არ მაქვს იმის საშუალება რომ სივრცე მქონდეს, მაგრამ ჩემთან სახლში მოდიან და ხუთშაბათობით ვიკრიბებით ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კლასების აღების შემდეგ და ისიც ახლა თქვენ ყველანი აქ განათლებული, ერუდირებული ადამიანები გაქვთ, ვის რამდენი დიპლომი გაქვთ, ახლა კაცმა არ იცით, მე არა მაქვს სამედიცინოზე ვსწავლობდი და მივხვდი ჩემი ადგილი არ იყო, თანაც ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი და ყველაფერი დავტოვე, წავედი და ჩემი თავის ძებნას დავიწყე, იმასთან ერთად რომ ოჯახისთვისაც უნდა მიმეხედა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა თავისი თავი იპოვოს და რაღაცას რო იტყოს მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი გაქვს თუ არა გაქვს, შენები რო თუნდა თქვა, ჭეშმარიტება ისეთი რაღაცა და სიმართლე ისეთი რაღაცა, ერთი და იგივე ადამიანი არასოდეს ერთი და იგივე სიტყვებით არ ამბობს, ეგ არის შეუძლებელი. რაღაცა ჩემებური გზა მინდოდა მომეძებნა, ისეთი რომელსაც მარტო მე ვიტყოდი, ისეთ რომელსაც ჩვენს უყოლანი ცისფერანაბეც ვტოვებთ ამ ქვეყანაზე და ის სადაც მე დავდგები და ის არის ჩემი ადგილი, ჩემი სიტყვა, რომელიც მე უნდა ვთქო და ჩემი პასუხისმგებლობაც ყველასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე აქ მარტო არ ვცხოვრობ დედამიწაზე. ძალიან მომიწონა ქართულ ხალხურ ზღაპრებს რო შევეხე, ფაქტიურად ის იგი სათითაო ზღაპარი არის საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარ თავში უმაღლესის პოვნა და არის განსაკუთრებული ბილიკები. აი რაღაცა ერთი ბილიკს გაყვები თუ გაყვები, ხო, ბოლომდე თუ გაყვები ძალიან კაი ადგილას მიყვანს, მაგრამ უნდა გაყვო, უნდა ენდო, უნდა ჩაღრმავდე. დღეს თქვენთვის შევარჩიე ესეთი ზღაპარი, რომელსაც ქვია არ ვიცია. ძალიან საინტერესოა, აი მარტო იმიტომ რომ ქართულ ზღაპრებს ისეთი საინტერესო სახელები ქვია, დღისით მკვდარი, არ ვიცია, ვაჟად ქცეული ქალი, ძალიან ნაცარქექია, ძალიან საინტერესო. ამაში ისეთი სიმბოლოებია, არც ერთი სიტყვის გაგება არ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ თუ სიმბოლოს ჩავღმავდებით, ძალიან დიდი სიბრძნე შეიძლება აღმოვაჩინოთ და გამოვიყო. თავარი ჩემთვის ის იყო, რომ ეს არის რაღაცა აბსტრაქტული, მე რა ნახე რა ვიპოვე. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ და უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებით, უფრო დიდი მასშტაბით ვიცხოვროთ. არის ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი იყო, მე შემიძლია გაგიზიაროთ. მოხარული ვარ რომ აქ ვარ, თუ მომისმენთ და თუ ის ადგილია, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ მე გავამიყენოთ იმით, რაც შემიძლია რომ შემოგთავაზოთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. თუ იმასაც მეტყვით რომ არ არის აქ შენი ადგილი, მაგითაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ეგ იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად უნდა ვიპოვო ის ადგილი, სადაც მე უნდა ჩემი სიტყვა ვთქვა. არ ვიცი, იწყება ესეთი პატარა ორიგინალური ზღაპიდან პატარა ფრაზებს წავიკითხავ ხოლმე და მე იმას გავაჩენ. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, ყავდა მოჯამაგირე, რომელიც მონადირე გახდათ. დადიოდა იგი სანადირო და ნანადირევი ხელმწიფესთან მიჰქონდა. ერთ დღეს მონადირემ არაჩვეულებრივი ჩიტი დაინახა. იფიქრა ცოცხლად დავიჭერო, მივიდა სტაცახელი, ჩაისვა უბეში, გასწია შიფისგან. მიიყვანა ჩიტი შინ, ჩაკეტა. მეორე დღეს მოჯამაგირე ისევ სანადირო წავიდა. არცა შინ დაბრუნდა, ნახა რომ ჩიტი მზეთ ნახავად ქცეულიყო. ვითომ არაფერი და ძალიან ბევრი რამე შეიძლება ყოველ შემთხვევაში ჩემ სიმართლეზე ვილაპარაკებ დღეს. რასაც მივხედავდა, როგორც მე ვშიფრავ. ჯერ ერთი ყოველი ზღაპრის დროს მინდა ხოლმე ხაზგასმით აღნიშნო, რომ ყველა ზღაპარი ყველა ენაზე ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდ მსგავსებასაც ხედავ, დიდი სიბრძნეა ჩადებული ყველა ერის ზღაპრებში, მაგრამ ქართული ზღაპრები იწყება ძალიან საინტერესო ფრაზით. იყო და არა იყო, რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რაც გინდა ვთქვათ ამის შემდეგ ნებისმიერი ისტორია, ნებისმიერ სიბრძნეს თუ ჭეშმარიტებაზე, რაზეც გინდა ვილაპარაკებ და როგორც გინდა კონკრეტულ ბილიკს გავყეთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ სანამ ღმერთი როგორც ესეთი სამყაროს სახით გამოვლინდებოდა, მანამდეც ღმერთი იყო და იმაზე უკეთესი არც ყოფილა, არც იქნა, იმიტომ რომ ის მიღმა არაფერი სამყაროში არ არსებობს. და ეს უბრალოდ
ყველაზე ზღაპარია ერთი ფრაზით იწყება, რაშიც შეგვიძლია რომ დავამთავროთ კი ეს, მაგრამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ლამაზია და მინდოდა რომ აღნიშნა. ეხლა სიმბოლოები. სიმბოლოები ხელმწიფე აქ არის ვიყო ძალიან ნენელა. ხელმწიფე აქ არის სიმბოლო მე მინდა ტიპის გონების. გონებას რომელიც ძირითადად სანამ ადამიანი თავის უმაღლეს ცნობიერებაში გამოფხიზლებული ემსახურება იყოს. აქვს 4 ფორმა: მე მინდა, მე მაქვს, მე ვარ, მე ვიცი. იწყება მე მინდათი. მე მინდა არის დაუძლეველი სურვილები, რომელიც არის როგორც უძირო ქვევრი. იმდენი სურვილები არსებობს, რომლის შესრულება შეუძლებელია. თორსა ადამიანი მარტო ფიზიკურ განზომილებაში არსებობს თავისი ფიქრებისა და ემოციის დონეზე, სურვილებს ბოლო არ უჩანს. თუ უფრო მეტ სიღრმეზე აჩავალ. ხელმწიფის მუჯამაგირე, რომელსაც მეზღაპრე მონადირეს არქმევს, არის ინტელექტი, რომელიც მას ემსახურება და აი როგორ. ისე როგორც ცეზარი ამბობდა მოვედი ვნახე და დავეპარე, ინტელექტსაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ, რომ უნდა ნებისმიერი ინფორმაცია დაითრიოს, უნდა მიიღოს, ის უნდა გაითავისოს, ის უნდა დაიპყროს, ის უნდა დაისაკუთროს. ეს არის ჩემი. მაგრამ ის არასოდეს არ კმაყოფილდება. მეტი უნდა მეორე დღეს სხვა რაღაცაზე მიდის, ხო, სანადირად. მაგრამ ერთ დღესაც ჩიც დაიჭეს. რაღაცა საოცარ ჩიტუნიას, რომელსაც სახში მიყვას და ჩაკეტავსო. რაღაცა დაინტერესდა ძალიან. იმ ჩიტთან ეს ჩიტი მზე თუ ნახავთ იქცევა. ჩიტი არის ეს არის სიმბოლო მედიტაციის. როცა ინტელექტი მედიტაციის თემას შეეხო და დაინტერესდა რა თემა იყო. იმაში რომ ჩაღრმავდა, უცებ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, სადაც ფიქრები დაეკარგა. იმიტომ რომ მედიტაციის სხვა მნიშვნელობა არ გააჩნია. ფიქსა და ფიქს შორის მანძილი იზრდება იქ აბსოლუტურ დუმილებაში, იძირება ადამიანი და თავის ცენტრს უახლოვდება ჩვენს საწყის, რომელიც ღმერთია და საიდანაც უყოლანი მომდივარ და იქ რომ მიხვალ, რაც უფრო ახლოს მიხვალ შენს ცენტრთან, მით უფრო მე მდგომარეობაში იძირები. ფიქრები იქ უკვე აღარ არის, ემოციები დუმდება, შენი სხეული მოშვებულ მდგომარეობაშია, ჰარმონიულ მდგომარეობაში მიდიხარ ცენტრთან, თლიანობა ჩდება. ზედაპირზე წამოხვალ, ყველაფერი იყოფა, იმიტომ რომ მრავალფეროვანი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყოს, საინტერესო იყოს და ერთდროულად მათ კიდე სხვა სიბრძნეა, რომელზეც კიდე ვილაპარაკებთ. რატომ ეძახის მზე თუ ნახავს, რატო გადაიქცა მე ეს რა ქვია, ეს ჩიტი მედიტაცია მზე თუ ნახავთ, რატომ აიჩია ეს სიტყვა მეზღავრებ, იმიტომ რომ ბუდისტები ამბობენ, როცა მედიტაცია მოხდება ადამიანში, ხო? ინდიკატორი იმისა, რომ მედიტაცია მოხდა, არის ის, რომ ადამიანს გული ეხსნება, როგორც ყვავილი. იქ თანაგრძნობა იდებს ბინა და ჭეშმარიტებას, როცა ადამიანში ჭეშმარიტება იხსნება, იმას თავისი აჩრილი აქვს. ჭეშმარიტება თავისი ჩრდილის გარეშე ისე როგორც ადამიანი არ არსებობს, ეს ყოველთვის ლამაზი. და ამიტომ რადგანაც ლამაზია, სილამაზე ქალს დაუკავშირდა მზე თუ ნახავია, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი არაფერი არ არის, როცა ადამიანში გული გახსნელია, როცა თანაგრძნობა შეგიძლია, როცა შენში სიყვარული იღვიძებს. მონადირე იკარგება, მეფესთან უკვე აღარ მიდის და მეზღაპრე ამბობს, რომ ნადირობის სურვილი დაკარგაო, აღარ აინტერესებს წავიდეს და რაღაც დაიჭიროს, ისეთ რაღაცაში ჩაღრმავდა, რომ მეტი ინტერესები ამ წუთში აღარ გააჩნია, მას მდგომარეობაში ყოფნა უნდა. ხელმწიფე ძალიან შეშინდება და გააგზავნის ორ ვეზირს. ორი ვეზირიც იკარგება, ისინიც მზე თუ ნახავს, რომ დაინახავენ მის რა ქვია, სილამაზეში იკარგებიან და აღარ ბრუნდებიან უკან. მაშინ მეფე შეეცდება, რომ უფროსი ყველაზე გამოცდილი ვეზირი გააგზავნოს, მეზღავრე ამბობს, ვინ არის ეს ყველაზე უფროსი გამოცდილი ვეზირი. ჯერ პირველ ორ ვეზირზე ვილაპარაკოთ, პირველად ვისაც გააგზავნის. იმისთვის რომ ფიქრს სივრცე და დრო ჭირდება, ამდენად პირველი ორი ვეზირი არის წარსული და მომავალი, სადაც ფიქრი ყოველთვის დაფრინავს. ან წარსული და სცადეთ ალბათ ყველას გიცდიეთ, სცადეთ მედიტაციაში ცოტა ხანი ჩუმად 5 წუთი გაჩერდით, ისე რომ დუმილს არ შეაწყვეტინოთ დუმილი. ეს არის ერთადერთი ენა, რაზეც სამყარო ლაპარაკობს, ყველაზე დიდი ხმა უხმოა. ან წარსულიდან მოგონებები ამოტივტივდება, ან მომავლის გეგმები წარმოჩინდება, იქ მე მომაქცია ყურადღება, ან რაღაცას წარმოსახვით წარმოვიდგენთ, ან რაღაც იდეა გაგუჩნდება, გონება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთი წუთი არ გააჩეროს თავისი ფიქრი. მაგრამ თუ უბრალოდ დამკვირვების როლში დარჩება ადამიანი მედიტაციის მდგომარეობაში,
თუ უბრალოდ შეხედე რომ ის ფიქრები გამოჩნდნენ უბრალოდებივით ცაზე და გადაიარეს, გადაიარეს. მაგას დრო ჭირდება რომ იქ სუბთაცა გამოჩნდეს და მარტო მზე დარჩეს. დრო ჭირდება, მაგის გარანტიას გაცემთ. მას ესე ერთი დაჯდომით არ არსებობს რომ დუმარებას მოусმინო, მაგრამ იმდენს მაინც თუ მოახერხებს ადამიანი რომ ფიქსა და ფიქს შორის მანძილი გაზარდოს, იმდენს თუ მაინც მოახერხებთ რომ 2 წუთი მაინც დუმარებაში ისე ვიყოთ რომ არაფერი არ გაჩნდეს იქ აბსოლუტური დუმილი. მაშინ მედიტაციაში შედიხარ აუცილებლად, მაშინ იქ სხვა განზომილება იხსნება. ადამიანი რომ იბადება, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს თავის დასთან ერთად, მით უფრო ზედაპირი იზრდება, ხო, ცენტრიდან შორდები. შენ თუ უკან არ დაბრუნდი შენ საწყის საიდანაც მოხვედი, აუცილებლად დაიკარგები, იმიტომ რომ ზედაპირი მრავალფეროვანია და შენი გონებით იქ მარტო ვერ გარკვევი ყველაფერში და განსაკუთრებით როცა ჭეშმარიტებაზე და სიმართლეზეა ლაპარაკი. წარსული და მომავალი რო დაიკარგა, იქ იმდენად იყო მონადირე შესული მედიტაციაში, რომ გინდა წარსულის ფიქრები გაეგზავნათ, გინდა მომავლის ოცნება, იმან აღარ გაჭრა ისინიც მზე თუ ნახავის დუმილების მედიტაციაში ჩაიძინენ. არაფერი არ გამოვიდა. ვინ არის უფროსი ყველაზე გამოცდილი? ვეზირი, რომელიც შემდეგ გააგზავნა და რომელიც უკან ბრუნდება. ეს არის ლოგიკა. ჩვენი ძმა და მეგობარი სწორხაზოვანი ლოგიკა, რომელიც სხვა არაფერს არ ითვალისწინებს, თავისი იდეები აქვს, თავისი სწორხაზოვანი დამოკიდებულება და თავისი ძალადობით ის უკან ბრუნდება და ეუბნება დიდი საშიშროება გველის, ისეთი მზე თუ ნაყავისაც ყავს მონადირეს თუ არ წართმევ, მონადირე უკან არასოდეს არ დაბრუნდებაო. თუ დააკვირდებით ნებისმიერ ზღაპარში დევები და ბრიყვი მეფეები მზე თუ ნახავს რომ იტაცებენ, იმიტომ კი არ იტაცებენ რომ კი ცოლად ირთავენ, რომ იმასთან ურთიერთობა შეუძლიათ. ყოველთვის მზე თუ ნახავი ზევით არის გამოკეტილი სადღაც ზევით ყველაზე მაღალ კოშკის ოთახში. იმიტომ რომ თვითონ მზე თუ ნახავმა გამოკეტა არა, ბრიყვს და იგოს არ შეუძლია ის რაც ყალბია, ის რაც ბრიყვია, ის რაც მე ვიცი და მე ვარ და ჩემი ნაბადი, მას არ შეუძლია დაწყვილდეს იმასთან, რასაც უმაღლესი ქვია, რასაც ჭეშმარიტება ქვია, რაც ყველაზე ლამაზია, რაც ყველაზე ნამდვილია. ერთადერთი დამოკიდება ნამდვილთან და ჭეშმარიტთან არის ესეთი, უნდა პატიმრად ვაქციოთ, იმას არდაფში ვერ გამოკეტავ, მისი ადგილი ყოველთვის მაღლაა და მაგით მეზღაპრეც აღნიშნავს ის მაღლა უნდა ჩაკეტო. თუმცა ის მაინც პატიმარია და ყველასაც უმალავ. არც შენ მოიხმარ და არც სხვას მოახმარებ, არც სხვას არ გაუმხერო, იცით სიმართლე სხვა რაღაცაში მდგომარეობს, იცით რომ სილამაზეც არსებობს ამ ქვეყანაზე და სიყვარული და სიბრძნე მარტო სიტყვებზე არ არსებობს, ის ნებისმიერ ადამიანში თვლებს და იმას პოვნა და გამოვლინება სჭირდება და გამოყენება და იმითი ცხოვრება, იმ ხარისხით ცხოვრება. ლოგიკა უკან ბრუნდება, რა თქმა უნდა და გადაწყვეტავენ მისცენ ისეთი დავალება, რასაც მონადირე ვერ შეძლებს რომ გააკეთოს. და პირველი დავალება არის ესეთი. მთა, რომელიც დილის მზეს გიფარავს მეფეო ვეზირი ეუბნება. მონადირეს უთხარი რომ ხვალ დილამდე საგიწმინდოსო. მოდის მონადირე სახში დაღონებული თავის მზე თუ ნახავ ცოლთან და ეუბნება რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. ცოლი ეუბნება, ნუ გიშინია, შენ წადი დაიძინე. არა, დაძირის ხარია, ვარს აძლევს. და ეუბნება, ამ ვარს რომ გააგორებ, ჩემი მშობლების სახში მეგიყვანს. იმ მშობლებთან რომ ეხვალ სატეხი და ურო წამოიღე, მე წამოდი და დაიძინე. დილით თააწმენდილით დაგხვდება, მიდი და უბრალოდ მეფეს დაანახე რომ მთელი ღამე მუშაობდიო. ეხლა რას ნიშნავს მთა? მთა არის წინააღმდეგობის სიმბოლო, წინააღმდეგობა არსებულის მიმართ. და ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მე ჩემს გამოცდილებაზე შემიძლია დაგილაპარაკოთ და ვფიქრობ რომ ალბათ ყველა ადამიანმა უნდა ძალიან უფრო მეტ სიღრმეზე უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ჩვენში წინააღმდეგობა ჩნდება. წინააღმდეგობა, რომელიც ნათელ მზეს, მზეს ფარავს, ანუ ნათელ ხედვას ფარავს, უმაღლეს ხედვას ფარავს. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ჩვენს უყოლანი ვფიქრობთ, რომ თქვათ, პირადი ცხოვრება, მეგობართან დამოკიდებულება,
პარტნიორთან ურთიერთობა თუ ქვეყანაში რთული მდგომარეობა, ჩვენს უყოლანი ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის რთული მდგომარეობა. და ყველაზე მტკივნეულად იმას გამიცდით და მაგიტომ უყვირივართ. და ეგ არ არის მაქედან დაწყება არ შეიძლება, მაქედან რომ დავიწყებთ სწორ გზაზე უკვე აღარ მიდიხარ და არ არსებობს რომ ძალიან კარგ ადგილას გახვიდე. დაწყება იმ ხედვიდან ჩნდება, რომ მე რაც მტკივა ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან დამოკიდებულებაში, როცა იქ კონფლიქტური სიტუაცია, როცა იქ რთული სიტუაცია, იმაში მდგომარეობს, რომ მე მაქვს წინააღმდეგობა არსებულის მიმართ და მე ის მტკივა ის წინააღმდეგობა. თუ ადამიანი იმას გაითავისებს და იმას გაითვალისწინებს და იმაში გამოვხიზლდება, რომ როგორც გინდა ჩემი გონების თვალით დანახული არ მესმოდეს ამ წუთში და ვერ ვიგებდე რომ აი ამაში არის განწიჩადებული. აი ეს რაც მე ამ წუთში მტკივა მაყვირებს და ვფიქრობ რომ ეს არის ქვეყნის დასასრული, აი ეს არის ჩვენი საჩუქარი, ჩემი საჩუქარი ამ სიტუაციაში. შეიძლება მე ეს არ ვიცოდე, მაგრამ თუ მორჩილებას ვისწავლ და ერთადერთი ჭეშმარიტი მორჩილება იმაში მდგომარეობს, ის კი არა რომ ვიღაცის მონა ვიყო, ის კი არა რასაც მე თქვიან კარგი გოგო ვიყო და შევასრულო. მორჩილება იმაში მდგომარეობს, რომ მე ვიღებ ყველაფერს ის იმას, როგორც არის. ჯერ იმას გავარკვევ, სადა ვდგება, რა სიტუაცია, რა ქვია, სწორი იდენტიფიკაცია, სწორი რეალობა ეს არის. იმას არც შელამაზება სჭირდება და არც გართულება განსაკუთრებით წინააღმდეგობით. მე როცა ამას მორჩილებით მივიღებ, მე შემეძლება უკვე იმ სიტუაციაში, რადგანაც ჩემი ენერგია გაყოფილი არ არის, მე სანამ რაღაცის წინააღმდეგი ვარ და ვაკრიტიკებ, ჩემი ენერგია არის გაყოფილი, მე იგი მთლიანი ხედვა არ გამაჩნია. მე რომ რაღაცა არ მოვწევს, ეგ იმას არნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მოგვეწონოს, ხო ესეა. მე თუ რესტორანში შევედი და მთავაზობენ ცი